Ai დადგა ისევ კვირა დღე, მე კიდე თქვენთან ერთად ვარ, ბოლო ამბები სათამაშო ინდუსტრიიდან და ჩვენ ვიწყებთ. Valteregos virtualuri სამყაროს არზე play now სტრატეგია crisis-ის პლატფორმაზე ასასინი სეული მეკობრეთა წვნახო მალზე ტრაექტორია განსაზღვრული არბალეტის ისარზე პოროტების სავანების ზომბირებულ ქალაქს პოულობს Silent Hill-ში ცერემონიალურ ხანჯას ბაიოშოკი ტელეპორტის ბიოველულ საფარს უხილავს კაფანს ვარჩე უძველეს აბჯარაბგას პლასტერის ხიდი როგორც ფოტოსინთეზი ფოთოლში განზომილება ლინზის როგორც ნაკვალევი თოლში ფაბულა მაცია პოლტერგეისტია შფოთში აკვატორია არტილერია Samurai Solshi, time pizza clone play now სინერცია კონტროლერი როგორც გიროსკოპის ინერცია გრაფიკული ალგორითმი როგორც რადიაცია და განხილული gameplays რეზოლუცია მაისის დასაწყისში Nvidia-მ წარმოადგინა თავისი ახალი მიღწევა ვიდეო ბარათი GeForce GTX 1080, რომელიც თვითონვე მონათლეს როგორც ყველაზე სწრაფი ვიდეო ბარათი, რომელიც იდეალურად უხდება ახალ თამაშებს მაღალ დეტალიზაციებზე და ვირტუალური რეალობის სისტემებისთვის. და ის როგორც იქნა უკვე მაღაზიებშია და ღირს რაღაც $832, მაგრამ თუ არ გაქვთ ფული შეგიძლიათ შეიძინოთ უფრო მარტივი ვერსია GTX 1060 Founder Edition, რომელიც ღირს სულ რაღაც $529. Ready Down დიდი ხანი მუშაობდა Sony Interactive Entertainment-ზე სტუდიამ შექმნა Dexter და God of War-ის ორი ნაწილი. მე გამოუშვეს The Order-ი, რომელიც ცუდად გაიყიდა, მაგრამ სტუდია არ დაიხურა. სტუდია გამოვიდა Sony-სგან და გადავიდნენ Game Trust-თან. და უკვე დაანონსეს ახალი თამაში და მეტი არაფერი ამ მომენტისთვის არ არის. მაგრამ Game Trust-ი მუშაობს ახალ პროექტზე, რომელიც უკვე დაანონსეს და ტიზერიც გვანახეს Song of the Deep Insomation Games-ისთვის. ასე რომ ისინი ემზადებიან ახლა ES3-ის გამოფენისთვის, ნახოთ რამე ახალს თუ მოგვიტანე, შეიძლება მოგვიტანე, შეიძლება არა, ვინც ის მაინც ნახოთ. IGN-მა წარმოადგინა The Last Guardian დეველოპერის პირველი ვიდეო დღიური. მისი სიტყვებით ჩვენ ნახავთ პროექტს უფრო დეტალურად ES3-ის კონფერენციაზე და შეგვიდნენ რომ The Last Guardian-ი ისევ არ გაქრება ჰორიზონტიდან და ჩვენ ნახავთ სულ ახალ ვიდეოებს. ES3-ზე კიდევ გვანახებენ მის ახალ gameplays, ასევე მოგვიყვებიან სიუჟეტზე კიდევ რაღაც ახალს და მოდით ველოდოთ ES3-ს, რომელიც ჩატარდება 14 ივნისს. Electronic Entertainment Expo 2016, როგორც თქვი, დაიწყება 14 ივნისს და ყველა კომპანია მზადყოფნაშია, რომ ყველა დაუმტკიცოს, რომ ის ყველაზე მაგარია და მაგარი თამაშებს ანახებენ 2017 წელს. მაგრამ გამონაკლისია CD Projekt Red. მათ გვეს რომ მოვლენ ES3-ზე, მაგრამ არ ანახებენ Cyberpunk 2077-ს, რადგან სამუშაო კიდევ ბევრია და კომპანია არ ამზად რომ წარმოადგინოს პროექტი, მაგრამ დაანონსებენ რაღაც სხვა პროექტს, რომელიც არის ასევე ღია სამყაროში და არის ისევ RPG. შეიძლება იყოს Witcher 3 სტილში, შეიძლება არა, შეიძლება რაღაც საერთოდ სხვა პროექტი იყოს, მაგრამ ვფიქრდებიან რომ Witcher 3-ისგან საერთოდ მოშორდნენ და ეხს იქნება ახალი პროექტი. ველოდოთ ES3-ს იქნება რამე ახალი დაანონსოს, შეიძლება არ დაანონსოთ, მაგრამ ნახოთ რა მაინც რა. შარშან ES3-ის გამოფენაზე Ubisoft-მა დაანონსა Tom Clancy's Ghost Recon Wildlands და ეხლა წაპირებენ რომ მოიტანონ პროექტი, ახალ ტრეილერში ანახებენ თუ როგორია მოჩვენებების ცხოვრება, ახალი ლოკაციები, ტრანსპორტი და ასე შემდეგ. ასევე წარადგინეს შეკვეთის შემთხვევაში, რას მიიღებს თამაში გამოვა რამოდენიმე ვერსიაში და იქნება ბევრი რაღაც საინტერესო ყურსასმენები, რუქები, დისკები, მუსიკები და ასე შემდეგ. სტანდარტული პაკეტი თუ შეუკვეთა წინას, ასევე Season Pass-ი, multiplayer-ული შესვლის ქიები და ასე შემდეგ. ასე რომ ველოდოთ ES3-ს, გვანახებენ ახალ gameplays, ახალ ვიდეოებს, დეტალებს, უფრო კარგად მოგვიყვებიან სიუჟეტს, შეიძლება არ მოგვიყვან, მაგრამ ნახოთ რა იქნება. Deus Ex Machina Divided-ის გამოსვლამდე დარჩა სულ 3 თვე. Square Enix და Eidos Montreal-ი ისევ გვაჩვენებენ ტრეილერს, gameplays მაგალითად. ამასთან დაკავშირებით კომპანიამ შეგვიძლია რომ ყველაზე საინტერესო შემოგვინახეს კონფერენციისთვის. ვიდეოში გვიყვებიან თუ როგორ მივიდა კაცობრიობა რობო იმპლანტამდე. კაცობრიობა გაიყო ორ ფრონტად, ერთი ეპიზოდს, მეორე ეპიზოდს, მეორეს ვინ გაიმართებს ვნახავთ, ასე რომ დაველოდოთ ES3-ის კონფერენციას, როგორც ყოველთვის ვანახებენ ახალ gameplays, მოგვიყვებიან სიუჟეტზე და სტანდარტულ პაკეტს. ველოდებით 14 ივნისს. გარკვეულ რომ Mirror's Edge-ის მიხედვით გადაიღებენ ფილმს ან ტელესერიალს. მოდით ვუყუროთ ტრეილერს, ახლა კიდევ მე შემოგთავაზებთ როგორი იქნება Mirror's Edge თუ გადაიღებენ სერიალს.
передает привет. Радуйся свободе. Фейт Коннорс. Где я, там всегда и ты. Ты и тебе подобные понимаете только язык разрушений. Рад, что ты вернулась. Говорят, какую-то бегущую из колонии выпустили. Что собираешься делать? Буду бегать. Я оставлю послание для Крюгера. Тогда и меня застрели. Иди, девочка. Спасай нас. А что это? Твое будущее. Capcom-მა ისევ წარმოგვიდგინა Resident Evil Umbrella Corps-ის ახალი ვიდეო და gameplay ჩვენ ნახებენ როგორ შეიცვალა სამყარო თუ არ შეიცვალა საერთოდ. ესე იგი ეს იქნება როგორც ადრე ვიძახოდი, ეს იქნება როგორც მულტიპლეიერული შუტერი. დარბეხებთ ძველ ლოკაციებზე და ერთმანეთს ხოცავს ჩლედან რა. ეგ იქნება ზომბები რაღაც უვა რაღაც როლები. ასე რომ უყუროთ ახლა ტრეილერს და იქ ყველაფერს გაიგებთ. The city is descending into chaos. Welcome to hell. You must retrieve that sample at all costs. Subject last spotted heading into the sewers. Converge on the police station. Now! Alpha Team, the situation is spiraling out of control! თქვენ არ გადავსწრებთ არხი, რადგან ეხლა გვექნება Uncharted 4-ის მიმოხილვა. დიდი მადლობა მინდა რომ გადავუხადო მაღაზია Game Zone-ს, რომ მოგცა Uncharted 4 რომ გაგვეკეთებინა ეს გადასარევი მიმოხილვა. Uncharted-მა მოახდინა გადატრიალება ვირტუალურ სამყაროში. მართალია პირველმა ნაწილმა ვერ გაისროლა და თამაში შეადარეს Lara Croft-სა და Indiana Jones-ის პაროდიებს, მაგრამ კომპანიამ დააწესა ახალი ზღვარი კომპიუტერულ ინდუსტრიაში. ეს ის თამაშია, რომელსაც ჰოლივუდი ვერასდროს ვერ გადაიღებს და ვერც გაბედავს.
თამაში სავსეა რომანტიზმით, ავანტიურიზმით, კოლორიტული პერსონაჟებით და აუღწერელი ექშენით. მეოთხე ნაწილი გახდა სერიის დასასრული და ისტორიაში დაიმკვიდრა თავისი ადგილი როგორც ყველაზე ძაფრ სიუჟეტიანმა ექშენმა მესამე ხედიდან. ისტორია ვითარდება შემდეგნაირად. მესამე ნაწილის მერე გავიდა 3 წელი. ნეიტანი მოეშვა თავის უკანონო საქმიანობას და დაოჯახდა. მან არჩია მშვიდი ცხოვრება. დაიწყო მუშაობა მყინთავად, მაგრამ დროთა განმავლობაში ელენა კარგავს ხიბლს ამ ადამიანთან, რადგან ნეიტანი ის ადამიანი აღარაა, ვინც შეუყვარდა. ის ყოველდღიურ რუტინაში გაქრა. მაგრამ დრეიკის სულს უნდა თავგადასავლები. სურს იყოს პირველი ადამიანი, ვინც ამოხსნის თავსატეხს და დაინახავს იმას, რაც იყო დაკარგული საუკუნეების მანძილზე. მაგრამ მან მისცა პირობა ელენას, რომ მოეშვებოდა თავგადასავლებს. იმ მომენტამდე, სანამ არ გამოჩნდება მისი ძმა, რომელიც 15 წლის მანძილზე დაღუპულად ითვლებოდა. მაგრამ მისი გამოჩენა არაა უმიზნო. როგორც ყველა დაკარგულ ძმას, ის ითხოვს დახმარებას მეკობრეების საგანძური საპოვნელად. ჩნდება კითხვა, სად იყო მისი ძმა ამდენი ხნის განმავლობაში და რატომ არ იყო მინიშნება მაინც მის არსებობაზე. მისი ძმა ციხიდან ჰექტორ ალკაზარმა გამოაქცია, რომ სწრაფად ეპოვა ლიბერტალია. აქედან იწყება ნეიტანის ბოლო ისტორია. მან სემთან ერთად უნდა გააგრძელოს ბუკანიერა ჰენრი ივერის ლიბერტალიის ძიება. ამის გამო ის ატყუებს სოლს, რომ მიემგზავრება სამუშაო მივლინებაში, მაგრამ ელენა ყველაფერს იგებს და ნეიტანი წყვეტს, როგორ არ დაკარგოს ორი ძვირფასი ადამიანი. რელიზამდე წერდნენ, რომ თამაშის მთავარი მოქმედება იქნებოდა მაგადასკარზე, მაგრამ სანამ მაქამდე მივალთ, ჩვენ უნდა შემოვიაროთ მთელი ევროპა, ვებრძოლოთ განძზე მონადირეებს და გამოვისყიდოთ ძმის სიცოცხლე. ნეიტანის მოგზაურობების სულ იყო ულამაზესი პეიზაჟებით სავსე. წინა ნაწილებში კომპანია თუ აკეთებდა აქცენტს წყალზე, თოვლსა და ქვიშაზე, ამ ნაწილში არის ყველაფერი ცოტ-ცოტა და არ გვაბეზრებს თავს გარშემო დეკორაცია. წინა ნაწილებისგან განსხვავებით, ტურები გახდა უფრო მასშტაბური. აქ უფრო ადვილია იპოვო საგანძურები და წერილები. კომპანიამ, რითიც გააკვირვა ხალხი, ეს არის დეტალებთან მიდგომა, ის, რაც შეეძლოთ არც გაეკეთებინათ. სიტყვაზე ყველაზე ეპიკურ სცენაში, სადაც ნეიტანი და სალი უნდა გაექცნენ მომდევრებს, ამ ლოკაციაზე არის უამრავი მარშრუტი და თუ მოუწყოთ სარეცხის თოქს, ის აგვეკიდება მანქანაზე და ეს არის მარტო ერთ მარშრუტში. პერსონაჟის რეაქციები შიშზე, ტკივილსა და სიბინძურეზე არის საკმაოდ რეალური. თქვათ, შარვლის გაწმენდა ან ვაშლის ჯერ გასუფთავება და მერე რეალისტურად შეჭმა და ბევრი სხვა დეტალი. სროლების მხრივ თამაში გახდა უფრო დინამიური და კინემატოგრაფიული. სამწუხაროდ ნეიტანმა დაკარგა ყუმბარების უკან სროლა, რომლებსაც აქტიურად იყენებენ მოწინააღმდეგეები. ეს მოაშორეს მულტიპლეიერის გამო. ჩხუბები და სამყაროს დეტალები მაქსიმალურად რეალისტურადაა გაკეთებული. ბოლო ნაწილში ნეიტანის გადაადგილების საფირმო ხერხი გახდა კატა კაუჭი, მაგრამ ის ავტომატურად ისევ დახვეულია ნეიტანის კამარზე, როცა ის ერთი ხელით კიდია კლდეზე და წამში ჩავარდება. თამაში მართლაც კაია თუ გიყვართ ფილმი ბიბლიოთეკარი, სადაც მთავარი გმირი ზუსტად ნეიტან დრეიკია. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ზუსტად მაქედან იყო გადმოღებული სტილი და პერსონაჟი. კარგია, რომ კომპანიამ გადაწყვიტა ისტორიის მის პიკზე დამთავრება. დიდი მადლობა გვინდა გადაუხადოთ მაღაზია Game Zone-ს, რომ მოგცა თამაში. წვინგოლოდება ერთი დამატება და მის მერე ეს მართლაც დასასრულია და მასთან ერთად მიდის მთელი ეპოქაც, ფინიტა ლა კომედია.